თევზებს უხდებათ მეშვიდე სახლში, დაბნელება მეშვიდე სახლი ჩვენთან პარტნიორული ურთიერთობები არის, ეს არის სხვების აზრი, სხვებისთან უფრო მოსაწონები უნდა ვიყოთ. შეიძლება ახალი პარტნიორი გამოჩნდეს მათ ცხოვრებაში, ზოგადად შეიძლება ახლებურად იყოს საჭირო პარტნიორთან ურთიერთობების გადატრანსფორმირება, ზოგთან უშუალოდ მათ პარტნიორებთან რაღაც სიახლე ხდება ხოლმე და რომელიც მათ ირიბათ მერე ეხებათ, იმიტომ რომ მეშვიდე სახლი შეიძლება იყოს საქორწინო პარტნიორი, შეიძლება საქმიანი პარტნიორები გააჩნია ვისთან როგორ მუშაობს. ან უბრალოდ არაცნობიერ დონეზე ეს არის მე საზოგადოებაში როგორი ადგილი მიკავია, ხო? და ამ საზოგადოებას უნდა მოვერგო, უნდა დავთმო, მეტი დიპლომატია ისწავლოს, ხო? აი ამ საზოგადოებაში როგორ შევიდეს ადამიანი, ხო, მისთვის სასურველ საზოგადოებაში. აი აქ რაღაც ახალი არის საჭირო, რაღაც სიახლეების შეტანა არის საჭირო, მაგრამ ხო განვიხილეთ ზოგთან პარტნიორულ ურთიერთობებში ვლინდება ეს ქორწინების პარტნიორთან, ან სასიყვარულო პარტნიორებთან, მაგალითად, რომ აი ვიღაცას დიდი ხანია ერთად ვართ და რაღაც ახალი დაიწყო ჩვენს ურთიერთობაში, ან ახალი გამოჩნდა, ან შესაძლოა პირიქით იმ პარტნიორთან რაღაც სიახლეები არის, ან კარიერული, ან რაღაც სიახლე არის, რომელიც ჩემზე მოქმედებს, ხო? და მე ცოტა აქ პასიურ მდგომარეობაში მომყოფებს ხაწულებისგან განსხვავებით. ყველა ვარიანტში ურთიერთობებში აქვს რაღაც სიახლე შესატანი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თვითონაც უნდა ურთიერთობებში გაიშალონ, ურთიერთობები გადაატრანსფორმირონ, ახალი რაღაცები დაიწყონ ურთიერთობებში, ხო? აი, მეტი დათმობა, მეტი დიპლომატიურობა, მეტი მოსმენა პარტნიორის მაგალითად, რა სურს მას, ხო? და შეთანხმება, ოღონდ არა იმის ხარჯზე, რომ მე უნდა პირველი სახლი, ანუ დავჩაქრო, ხო? აქაც ბალანსის ძიება არის. თუმცა აქცენტი მაინც პარტნიორზე ხდება. ფოკუსში ახლა პარტნიორები არიან ვიდრე თავად თვითონ, ქალწულისაგან განსხვავებით. და აქ შეიძლება უბრალოდ ახალი ურთიერთობა ძალიან ისეთ ჰარმონიულად წარიმართოს, ხო? ესეც ზოგ თევზებს ესეც შეეხება. ერთი თევზებს ცოტა ისა აქ ახლა რომ ცოტა ხანი სატურნი გადმოდის ისევ მათ ნიშანში და თებერვალში უკვე ბოლომდე დაანებებს თავს და ცოტა ხანი კიდევ თევზებისთვის სატურნული ენერგია კიდევ არის და მერე უკვე ბოლომდე მოეშვებათ და ამოისუნთქებენ, ძალიან ცოტა ხანი დარჩათ. თუმცა ეს მეშვიდე სახლის დაბნელება არის გასათვალისწინებელი. მეგობრებო, მე მგონი საკმარისად ისე აგიხსენით დაბნელების ენერგია როგორ მუშაობს, იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს ვიდეო, შეგიძლიათ მოიწონოთ ვიდეო, შეგიძლიათ დააკომენტაროთ ხოლმე და ბევრ წარმატებებს გისურვებთ ამ დაბნელებებზე.